მშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს ნათლისღება, უპირველესად ყველა მართლმადიდებელს მოგილოცავთ ამ დღესასწაულს, გვარავდეთ ამ დღის მადლი და ძალა, რაც შეეხება დღევანდელ გაცემას. ტრადიციულად ჩვენ სტუმრებთან ერთად შევაფასებთ იმ თემებს, რაც საქართველოსა თუ მთლიანად მსოფლიოში დღეისთვის იქცევს ყურადღებას. ლელა ჯეჯელავა გახსნის დღევანდელ გაცემას და სტუმარი ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი როგორც ყოველთვის თვალი გადავალოთ ბოლო სიახლეებს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. ასევე დიდ აიაზმებში წყალი ეკურთხება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლშიც აღება შეუძლიათ. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. თბილისში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების, ჩასასვლელების, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, სპეცტექნიკის პარალელურად ტექნიკური მარილი ცოცხალი ძალის საშუალებითაც იყრება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოჯურში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირთვისა და შემდეგი გზების გაწმენდის პროცესს გაეცნა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. სამართალდამცავებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფინი უტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასებისთვის საჭირო მასალები. მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტო ლელა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში შევუერთდები თქვენს მილოცვას და ჩვენს მაყურებელს ადამიანს, მეც მილოცავ ნათლისღების დღესასწაულს და ინებოს ღმერთმა და ნათელი იყოს რეალურად საქართველოს. ეთილი. ქავტო ლელა, რაც შეეხება დღევანდელ დღის წესრიგს, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები არსად წასულა 2026 წელსაც სახეზეა და ჩვენ ვისაუბრებთ კიდეც ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, თუმცა იქამდე მოდით დავიწყოთ გლობალური პოლიტიკით, მით უფრო რომ საკმაოდ წავდება ურთიერთობა მსოფლიოს უმსხვილეს მოთამაშეებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ იმისთვის, რომ ერთმანეთი ლანძღონ, გულისხმობ დონალდ ტრამპის გაწყვეტილებას 8 ევროპულ სახელმწიფოს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფები დაუწესოს იქამდე, ვიდრე გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება. გაბრაზებულია ევროპა ნატოს წევრი ამ 8 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. მართლაც ცვლის თუ არა ტრამპის პოლიტიკა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და როგორ შეიძლება იცვალოს სახე და ფერი ამერიკა, ევროკავშირის, ევროპის მოკავშირეობა? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოგვიწია ცხოვრებამ ძალიან საინტერესო ეპოქაში, როდესაც იცვლება მთლიანად ეპოქალური პარადიგმაც და შესაბამისად მსოფლიოს წესრიგის არქიტექტურაც და ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ამაში უცნაური არაფერი არ არის, იმიტომ რომ საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სრულად სხვა ეპოქაში, როდესაც სრულად სხვა მახასიათებლები იყო გლობალური ურთიერთობისთვის, ის ვერ იქნება ასე ვთქვათ რელევანტური ციფრული ეპოქისთვის, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პარამეტრები აქვს. ამიტომ ეს პროცესი არის საკმაოდ მტკივნეული და მათ შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისათვის, იმიტომ რომ ამ ტრანსატლანტიკური ასე ვთქვათ ალიანსის წინაშე ახლა სხვა ტიპის გამოწვევები დგას, რომელიც უბრალოდ ვეღარ უძლებს იმ თამაშის წესებს და სტანდარტებს, რომელიც დაწესებული იყო დაუშვათ ამ სივრცეში. ეხლა ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ბილად რომ ვთქვათ ძალიან სპეციფიურია და ხშირ შემთხვევაში სტრატეგიული გაურკვევლობის და ბუნდოვანების ეფექტი აქვს ხოლმე მას საბოლოოდ არ განსაზღვრავს
რეალურად ამერიკის პოლიტიკას, მაგრამ მე ჩვენებაა, რომ ის მუდმივ მზაობაში ამყოფებს პარტნიორებსაც, ოპონენტებსაც, იმიტომ რომ ძალიან ძნელია წინასწარ გათვალო დაუშვათ რა სიტყვის ტრამპი და შემდეგ მის რა ქმედება მოყვება ამ სიტყვებს, მაგრამ ვიცით რომ ამერიკაში ინსტიტუტები მუშაობს, ძალიან თვალსაჩინოდ გამოიკვეთა უკვე რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძირითადი ბერკეტები მაინც მარკო რუბიოს ხელშია, ამიტომ ერთია ტრამპის რიტორიკა, მეორე რეალურად როგორ ლაგდება სიტუაცია. წოდდება მიღებულია კონკრეტულად 8 ქვეყანასთან მიმართებაში ტარიფების გაზდის, იმიტომ რომ ამ 8 ქვეყნის რეაქცია იცით თქვენ როგორი იყო გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მან სამხედროების გაგზავნა. ეს გარკვეული ტიპის მანევრი იყო, თუმცა მე ჩემ სუბიექტურას მოგახსენებთ, რომ მაინც და მაინც არ იყო ეს ძლიერი სვლა ევროპისაგან, იმიტომ რომ გამოჩნდა რა რისი მობილიზება შეძლეს ჯარისკაცების გაგზავნას გულისხმობს. დიახ, რა საკვირველია, რისი მობილიზება შეძლეს. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს არის ტრამპის ზეწოლა ევროპას, როგორც პარტნიორთან სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ძალიან ხშირად თითქოს ჩანს გარკვეული წინააღმდეგობა და ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის რომ ევროპის და ამერიკის ინტერესები გაიყო. მე ასე არ უყურებ ამ საკითხს, მე მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს, რომ პარტნიორობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერი ევროპა მიიღოს, ვიდრე ის აქამდე არის. იმიტომ რომ ხომ არ ასხამს წყალს რუსეთის და ჩინეთის ინტერესებს. კაია კალასმა თქვა გუშინ, სწორედ და ტრამპის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ ეს ამ გადაწყვეტილების გამო ჩინეთს და რუსეთს ექნება სავარაუდოდ ახლა ბედნიერი დღეები, რადგან მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ. იცის თუ არა ეს როდესაც დონალდ ტრამპმაც და მაშინ რატომ დგამს, თქვათ, ნაბიჯებს, რომელიც ხელს აძლევს სწორედ ჩინეთს და რუსეთს. საქმე იმაშია, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპისთვის რაღაცა ევროპის შეჯანჯღარების პოლიტიკა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოდი ვიყოთ ძალიან გულწრფელები და ვნახოთ ევროპა რომ ჩინეთს და რუსეთს ბევრი რამ ახალისებს, რასაც ევროპა აკეთებს და უწყობს ხელს. ასე რომ ეს ურთიერთბრალდებები არ არის გამოსავალი და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტრამპი რაღაცა პრეტენზიებს უყენებს ევროპას, ხო? ეს მთლად უსაფუძვლო. რა საკვირველია ახლა ჩინეთი არის ამერიკისათვის მთავარი ოპონენტი, ევროკავშირს და ევროპას ის განიხილავდა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის თავის ნომერ პირველ მოკავშირედ. ჩვენია დღეს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მთელ რიგ საკითხებში შეერთებული შტატების ოპონენტთან, ბუნებრივია, შეერთებული შტატები იცავს თავის სტრატეგიულ ინტერესებს და ცდილობს, რომ პარტნიორი ბოლომდე თავისკენ გადაკაჩოს. ეს არ არის იმითი განპირობებული, რომ ხვალ მართლა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ომი გაჩნდება, იმიტომ რომ ეხლა ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ევროპაში შანტაჟს არქმევენ ტრამპის გადაწყვეტილებას, ესეც უნდა აღნიშნოთ და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ უკვე ტრამპის სწორედ აი ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართა და მოკლე ციტატა გერმანიაში გაკეთებული განცხადებიდან არ დავშანტაჟდებით და ტრამპის გადაწყვეტილებაზე ევროპული პასუხი იქნებაო, გუშინ ითქვა ეს გერმანიის მთავრობაში. შეიძლება იყოს ევროპის პასუხი, მოდით ეს კითხვაც დავსვათ. რამდენად შეუძლიათ ევროპელ სახელმწიფოებს, ევროპულ სახელმწიფოებს გააჩერონ ტრამპი, რომელსაც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, აი არელევა ასეთი ხუშტურები და ამ ტიპის გადაწყვეტილებების. ხო, რაც შეეხება გრენლანდიასთან შეერთებული შტატების დამოკიდებულება და რომელსაც ამ შემთხვევაში ტრამპი ახმოვანებს, ეს არ არის ხუშტური, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესია უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში
არ უნდა იყოს ევროპისთვის რთულად გასაგები, რატომ არის გრენლანდიის თემა ეხლა ამ ეტაპზე შეერთებული შტატებისთვის ასე მტკივნეული და სხვათა შორის დათმოს ევროპამ გრენლანდია და მოხდეს ამ თვალსაზრისით შტატების და არა, დათმობა არა, იქ თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია და ფორმის მოძებნა უბრალოდ ეხა ეს დაპირისპირება არის ისეთი, ვინ მეტად შეძლებს საკუთარი ინტერესების გადაკაჩვას თავისკენ. ეს თემა თორე ამ საკითხზე აუცილებლად შეთანხმდებიან, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ადრე თუ გვიან, უბრალოდ ეხლა ყველა ცდილობს, რომ თავისკენ მეტი გადაკაჩოს საბანი და ეს ეგ მომენტი. შეთანხმდებიან ისე, რომ მოგებული დარჩეს ორივე მხარე? აი აქ საინტერესო ის არის საბოლოოდ ვის სასარგებლო რომ წაგებული არ დარჩეს ორი. მე უფრო კონკრეტულად გეტყოდი, რომ წაგებული არ დარჩეს ორივე მხარე, იმიტომ რომ უნდა გითხრათ, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ნიველირება ევროპისთვის არ არის მაინც და მაინც სწორი გადაწყვეტილება. კეითილი, კაპიტოლელა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, რადგან ვსაუბრობთ ერთ კითხვას ირანში მიმდინარე მოვლენების კონტექსტშიც დაგისვავთ, იცით რომ გასულ კვირას, როცა ირანში უკიდურესად გამწვავდა სიტუაცია და ხელისუფლებამ პირდაპირ ქუჩებში დაიწყო, ასე ვთქვათ, დემონსტრანტების დახვრეტა, დონალდ ტრამპის გამომხნევებელი მესიჯი მოისმინა ირანის მოსახლეობამ, შტატების პრეზიდენტი მათ დახმარებას დაპირდა და მეტიც თქვა, რომ ეს დახმარება იყო გზაში, მაგრამ გადის დღე და ირანში მიმდინარე მოვლენებში შტატების ღია ჩარევას ვერც ირანელები ხედავენ და ვერც ზოგადად მსოფლიო საზოგადოება. ამის ფონზე ნახავდით, რომ სოციალურ ქსელში წამოვიდა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა. რამდენად სამართლიანად თქვენი აზრით და რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ამერიკის მხრიდან ირანელების დახმარება, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არ ჩანს? თუ ჩანს? ვერ ვიტყოდი, რომ არ ჩანს, ბუნებრივია. მაშინ რაში ჩანს ესეც რომ? იცით რამ, ირანის სისტემას როგორ მუშაობს შიგნით თუ ვინმე იცნობს, მისთვის მაშინვე ცოტა ძნელად წარმოსადგენი იყო, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს დახმარება მყისიერი, რომელიც გზაშია. მაგრამ ძალიან მკაფიოდ სხვათა შორის მარკო რუბიომაც ჩამოაყალიბა, რას გულისხმობს ირანის დახმარება. ირანის შეერთებული შტატების დახმარება ირანელი ხალხისთვის. პირველ რიგში ეს არის ფსიქოლოგიური საინფორმაციო შეტევა, რომელიც რეალურად ხორციელდება ახლა ირანზე და ის მართლა სტრატეგიული გაუგებრობა, რომელშიც ამდენ ხანს იმყოფება ირანი, დამერწმუნეთ, რომ ეს სერიოზულ ეფექტს ახდენს შიდა ვითარებაზე. მეორე, ეს არის კიბერ, ასე ვთქვათ, შეტევები და როგორც ბოლო ინფორმაცია წავიკითხე, კიბერ შეტევა უკვე განხორციელდა და ირანის ტელევიზიებით შაჰის მიმართვები ვრცელდება უკვე. ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა, რაც არის შეერთებული შტატებისთვის, რადგან სხვანაირად ვერც ერთი ჩარევა ვერ იქნება ეფექტური, ეს არის ქვეყნის შიგნით ელიტების დისპოზიციის საკითხი. ინსაიდერული ინფორმაციებით ამ ტიპის მუშაობა ირანულ ელიტებთან სავარაუდოდ მიმდინარეობს და ეს ძალიან კარგად იკვეთება. თუნდაც ტრამპის განცხადებითაც და ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ერთმანეთთან დიალოგი აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ რეჟიმმა შეაჩერა, ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა და ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ როდესაც 22 წლის პროტესტი ჩაქრა, იცით რამდენი ადამიანია დასჯილი სიკვდილით? 1000-ობით.
ათასობით. მსხვერპლი ირანში საპროტესტო აქციებს ყოველთვის მოყვება, მაგრამ ეს ძალიან მასშტაბური მსხვერპლი იყო, რომელიც ამჟამად მოყვა. და რაც უფრო სუსტდება რეჟიმი, ეს ყოველთვის ასეა. მისი აგრესია გაცილებით უფრო ძლიერია, იმიტომ რომ მას ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი, რომ აი ეს ძალმომრეობით და ძალადობით დაიჭიროს სიტუაცია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ის ვითარება, რომელიც დღეს ირანშია დაწყებული ეკონომიკური კრიზისით, პოლიტიკური კრიზისით, რელიგიური კრიზისით და ეკოლოგიური კრიზისით, სოციალურიც მათ შორის, ყველა კრიზისი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოში იყოს, ყველა გვაქვს სახეზე, აი ეს ეხლა აქციები, მას არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ ადამიანების წინააღმდეგობა საბოლოო ჯამში გარდატეხოს, იმიტომ რომ იმ სანქციების პირობებში, რომელშიდაც ახლა ის იმყოფება და რომელიც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, შეუძლებელია, რომ მან დიდხანს შეინარჩუნოს მართვის სადავები. ერთი რამ მინდა ვთქვა, ირანის საკითხით არ წყდება მარტო ირანის თემა. ძალიან ბევრი საყვედური მესმის იმასთან დაკავშირებით, რომ აი რატომ უცებ არ გადაწყდა, არის რჩევები, რომ დაუშვათ რას უნდა დაარტყან გარედან, რომ ინფრასტრუქტურა გაანადგურონ ესეთი, რომ მოხდეს რეჟიმის წარმომადგენლების ლიკვიდაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ირანის სისტემას შიგნიდან კარგად იცნობთ, იქ თუნდაც მთავარი პირების ლიკვიდაცია რომ მოხდეს, ეს არ ცვლის რეალურად ვითარებას, იქ ბევრად უფრო რთული მექანიზმები მუშაობს და ერთი რამის თქვა მინდა, ირანი ცვლის რეგიონს მთლიანად, ირანში მიმდინარე პროცესები და ცვლის საერთაშორისო დღის წესრიგს მთლიანად. ამიტომ ირანში ნაჩქარევად გატარებულმა რაიმე ზომებმა გაცილებით უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს თვითონ ირანელი ხალხისთვისაც, რეგიონისთვისაც და საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონიუნქტურისთვის. შესახებ მოწოდებები ახსენეთ და აი გარედან ორგანიზების კვალი თუ ჩანს, როცა საქმე ეხება ირანში მიმდინარე მოვლენებს და ამ შემთხვევაშიც ამერიკასთან უნდა მივიდეთ. ირანის უზენაესი ლიდერი სწორედ დონალდ ტრამპს და ამერიკას ადანაშაულებს იმაში, რაც მათ ქვეყანაში ხდება, როგორც აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, ირანის წინააღმდეგ ამბოხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ორგანიზებით იყო მოწყობილი. ირანის უზენაესი ლიდერი ამტკიცებს იმასაც, რომ სწორედ ტრამპმა და მასთან ერთად ისრაელის ხელმძღვანელობა მოკლა რამდენიმე 1000 ადამიანი არეულობის დროს. რა კავშირი შეიძლება ქონდეს ირანში მიმდინარე მოვლენებთან ამერიკას და მეორე მხრივ უკვე ისრაელს და მის ხელისუფლებას? 47 წელია ირანში ისმის მოწოდებები ყველა დიდ შეკრებაზე, რომ იქ უბრალოდ რომ გაივლით ცენტრალურ ქუჩებზე, ძალიან საინტერესო არის, რომ აქეთ რომ მაგალითად კელვინ კლაინის რეკლამის ბანერია, აქეთ მეორე მხარეს პირდაპირ ან გვერდზე არის ბანერი სიკვდილი ამერიკას მაგალითად. ან ხო, სიკვდილი ისრაელს. ეს ყველა შეკრებაზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების ღონისძიება ისმის, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მე რამდენი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალდება ირანში არეულობები, ტრამპი არ არის ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ამას აბრალებს ირანის რეჟიმის, სხვათა შორის 37 წელია უკვე მართავს ხამენეი ირანს და არის მისი სულიერი ლიდერი და 37 წლის განმავლობაში მისი რიტორიკა არის ერთი და იგივე, იმიტომ რომ უნდა გითხრათ, რომ ირანელი ხალხი არის საოცარი პოტენციალის მქონე რეალურად ხალხი. ის რომ დღემდე ეს რეჟიმი კიდე არსებობს, სხვათა შორის იმის შედეგია, რომ წარმოუდგენელი შემოქმედებითი უნარების და შესაძლებლობების ხალხია, რომელმაც სანქციების რეჟიმში მაინც შეძლო ქვეყნის განვითარება. ხო და საქმე იმაშია, რომ იქ პროტესტი ძალიან ხშირად არის, ხო, მაგრამ განსაკუთრებით 2009 წლის, 2019 წლის, მე 22 წლის პროტესტი. ყველა ეს ბრალდებოდა გარეთ შეერთებულ შტატებში. რასაკვირველია, ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი ჩაეხსნას რუსეთს და
ჩინეთს შეერთებულ შტატებს აქვს. ის რომ ირანი აღარ აფინანსებდეს ჰეზბოლას, ჰამას, ისრაელის ინტერესები ამასში ნამდვილად არის და რასაკვირველია ერთ სახელმწიფოს და მეორეც თავის სტრატეგიულ ინტერესებს იცავს. ქართულელა, მინდა შევეხოთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე, რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში, ქართულ ოცნებაში და ამას იმიტომ მინდა შევეხოთ, რომ დაფიქსირებული პოზიციის გამო იცით თქვენ, რომ საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკის ქვეშ იმყოფებიან, ირანის რეჟიმის პოლიტიკის ღიად დაგმობას მოითხოვენ ქართული ოცნებისგან, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს, ვისმენთ განცხადებებს, რომ ის რაც ირანში ხდება, ამ ქვეყნის შიდა საქმეა, რომელშიც ვერც საქართველო და ვერც სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა. აი, რამდენად ხართ მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანის ხელისუფლების ქმედებებს ღიად უნდა გმობდეს და ემიჯნებოდეს, თუ დამაკმაყოფილებელია ქართული ოცნების ის პოზიციონირება და ის პოზიციები, რასაც ირანში მიმდინარე მოვლენების მიმართ ახლა ვისმენთ. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად მის დაგმობას ირანის ხელისუფლების ქმედებებისას რეალური ძალაც არ აქვს, უნდა ვთქვათ, მაგრამ ყველა სამწუხარო ის არის, რომ მას მართლა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა იმისა, თქვენ იცით როგორია ხო მათი სტრატეგია და პოლიტიკა, ის არის გარკვეულწილად ირანთან ასოცირებულ ქვეყნების კლუბში, რუსეთი, ჩინეთი, ბელორუსი, ირანი, სადაც ძირითადად ავტოკრატები არიან, მაგრამ ეხა იმაში დადანაშაულება, რომ რატო მეც არაფერს აკეთებენ, ну, ჩემი აზრით, ეს არ არის ყველაზე სწორი და მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ხელისუფლების წინააღმდეგ. რეალურად არაფერი არ შეუძლიათ. და ნუ რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ, რომ მშვიდობას უსურვებენ ირანელ ხალხს, ან უკეთეს შემთხვევაში ორივე მხრიდან გმობენ ძალადობას. ეხლა ერთი რამ არის, რომ სამწუხაროა, რომ საქართველო აღმოჩნდა ავტოკრატიული, მაგრამ სიფრთხილე ირანის რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოსთვის ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან ანგარიშგასაწევი და გასაგები. იმიტომ არის თუ არა საქართველოში გავლენის ბერკეტები იმაზე, რომ წინა რეჟიმმა ირანელებმა სურვილი შემთხვევაში აქ გარკვეული დისკომფორტი შექმნან, რასაკვირველია არის და ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება გარკვეულწილადაც ამას უფრთხოდეს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ამბობს კიდე ჩალო პაპუაშვილი, რომ როცა საერთაშორისო წესრიგი მორღვეულია და რეგიონში მსგავსი პროცესები ხდება, საქართველოს მთავარი მიზანი და არსი არის, რომ ამ ქარიშხალში მშვიდად გაიაროს და ქვეყანა არ დაზიანდეს. შეძლებს ჩვენი ქვეყანა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, როგორ ფიქრობთ, მართლაც გავიაროთ ამ პროცესში ისე, რომ ხო, მად არის პრობლემა სწორედ, რომ მშვიდად გავლა ეს მხოლოდ არის პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ნარატივი, როგორ უნდა გაიარო მშვიდად, როდესაც შენ ამ ვითარებაში არ ყავს არც პარტნიორი, არც მეგობარი და როდესაც შენი ქვეყნის უსაფრთხოება არავისთვის საინტერესო არ არის, და რისკები ნამდვილად არის, რასაკვირველია. ამიტომ არის ირანის მოვლენები ძალიან საფრთხილო და მე მესმის ჩვენ ყველა რასაკვირველია ძალიან გულშემატკივრობთ ირანელ ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და იმსახურებენ ამ თავისუფლებას, მაგრამ თუ არასწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებიდან, ნუ ეხლა ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ იქით, აქეთ შეიძლება გავლენა მოახდინონ, რასაკვირველია, ამან შეიძლება ირანელი ხალხი გაცილებით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დააზიანოს, ვიდრე დაუშვათ ახლა ამ წუთში ასე ყისიერად რო არ წყვეტს პრობლემა შეერთებული შტატები. მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც მე ვხედავ და რომელსაც ის დგამს, ეს ნიშნავს იმას, ნამდვილად ნიშნავს, რომ დახმარება
არის გზაში და ამ დახმარება სხვადასხვა სახე აქვს და არ არის დახმარება მაინც და მაინც სამხედრო კომპონენტის გამოყენება. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და ისევ საქართველოს შალვა პაპუაშვილის განცხადება ვახსენეთ წეღან და ხა 2026 წელს ჩვენ პირველად ხვდებით ერთმანეთს, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ განცხადებაზეც მინდა შეგეკითხოთ, რომელიც მან ახალი წლის დღეებში გააკეთა შალვა პაპუაშვილმა ახალი წელიც შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის კრიტიკით დაიწყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის დაკავების კონტექსტში. კერძოდ პაპუაშვილმა ასეთი რამ თქვა ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს. ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა შუაში იყო ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან ევროკავშირი და რატომ დააკავშირა შალვა პაპუაშვილმა ეს ორი ერთმანეთთან. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე? რატომ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ეს და ზოგადად რა პოლიტიკური გზავნილია წლის პირველ განცხადებაშიც კვლავ ბრიუსელის და ევროკავშირის კრიტიკა? იცით რა შესაქმე, ხა მე ნამდვილად არ მაქვს პასუხი ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით რა ბრალი დაუყენა, რატომ წაუყენა ბრალი ევროკავშირს შალვა პაპუაშვილმა, მე ჩემს არც მოგახსენებთ, რომ მე მგონი საერთოდ შალვა პაპუაშვილი ცოტა სპეციფიური პოლიტიკური ფიგურაა. იცით რა, რაღაცა უყიატებები ახასიათებს ჩემი აზრით და ერთ-ერთი მისთვის ეს არის უკავშირდება გერმანიას, მათ შორის, სადაც მან ბევრი წელი, ასე ვთქვათ, გერმანიასთან თანამშრომლობდა და ერთ-ერთ წამყვან ფონდში მუშაობდა, როგორც ვიცი, არ ვიცი ეს რამე ტრავმებს უკავშირდება პერსონალურს თუ სხვა რამეს. უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ მისი დამოკიდებულებები გერმანიის, მისი ელჩის მიმართ და ზოგადად ევროკავშირის მიმართ ცოტა აკვიატებას წააგავს, ვიდრე უფრო რეალურ პოლიტიკას. ახლა კი ვიცით, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა რასაკვირველი არის ის, რომ მათ ევროკავშირთან ჩაშლილი და ჩაჭრილი ურთიერთობები როგორღაც და შემდგომ რაც შეიძლება მოყვეს შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის გაუქმება, ბრალდების ტვირთი გადაიტანონ ევროკავშირზე და ამიტომ ნებისმიერ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ მათ ევროკავშირს დააბრალონ ეს. ამიტომ ყველაფერში აი ამ კონტექსტში დასავლელ და მსოფლიო პარტნიორებთან ურთიერთობების კონტექსტში ბოლოს კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ. დღეს დაოსში უნდა გაიხსნას მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით ეკონომიკური ფორუმი, სადაც როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს არც წელს მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ირაკლი ყობახიძეს არ მიუღია მიწვევა, იგივე მოხდა როგორც საზოგადოება მიცის შარშანად. აი რას კარგავს ქვეყანა იმით, რომ არ ვიცი, მსოფლიო ქვეყნების მთავრობების ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს შორის საქართველოს წარმომადგენლები არ იქნებიან და ჩვენი არ დაპატიჟება რა მესიჯია ქართული ოცნებისთვის? ხო, ქართული ოცნებისთვის ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ თქვენ არა ხართ ამ პრესტიჟული კლუბის წევრები, რომლებიც დაუშვათ მსოფლიოს ეკონომიკის და არა მარტო და პოლიტიკის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებს წყვეტენ. ანუ თქვა მას face controls ვერ გადის საქართველოს ხელისუფლება ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ მარტივ გამოვიტანოთ იმ პოლიტიკურ წრეებში, სადაც ჩვენი ასე ვთქვათ მსოფლიოს განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები წყდება და იხილება. ძალიან დიდი მადლობა ქართო ლელა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლელა ჯეჯელავას დავამშვიდობებით. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვავდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიციად ცვლილებისთვის წარმომადგენელი თეიმურაზ პაპასქირია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო თეიმურაზ და მადლობა რომ შემოგვერთით.
ბატონო თემურაზ, დღეს ნათლისღება გილოცავთ, რა თქმა თქვენს უნდა. გილოცავთ და მაყურებელსაც გილოცავთ. და არის მოლოდინი, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა შესაძლოა სხვა პატიმრებთან ერთად აქციაზე დაპატიმრებული, დაკავებული რიგი მომიტინგეც შეიწყალოს, არ ვიცი ეს მოლოდინი რატომ გაჩნდა, მაგრამ ამის ალბათობაზე ალაპარაკდნენ. აი პირადად თქვენ თუ გაქვთ დაპატიმრებული მომიტინგეების შეწყალების მოლოდინი და რატომ შეიძლება ქართულმა ოცნებამ მათ გათავისუფლებაზე იფიქროს. არ ვიცი, ბევრი დღესასწაული გავიდა, ბევრჯერ ქონდა მიხეილ ყაველაშვილს აქციის მონაწილეების შეწყალების შესაძლებლობა, მაგრამ ხელისუფლებამ აქამდე ეს არ გააკეთა. აი რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართული ოცნება ახლა შეიძლება ცდილობდეს იმ ტვირთის მოცილებას, რასაც ქვია პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრები. ხო, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაფერს არ წყვეტს მას და მან და არც სიას ადგენს, არც არაფერი, ის ხელს აწერს იმ სიას, რომელსაც მას წარუდგენენ, ამიტომ მას ახლა წარმოდგენა არ ექნება, ვის იწყალებს და იწყალებს თუ არა საერთოდ. ერთადერთი ალბათ შეწყალების აქტს გამოუცემ თუ რა გითქვეს, ესე იგი ვიღაცებს მართლა შეიწყალებენ. რატომ სჭირდება ხელისუფლებას? ხელისუფლებისთვის პოლიტპატიმრები ნამდვილად დიდი პრობლემაა, რადგანაც ვერ მოახერხა რეალურად ამ ხალხის გატეხვა. ხო ხედავთ, რომ ისინი მზად არიან შეიწყალონ ეს ხალხი, ოღონდ ბოდიში მოიხადონ, აღიარონ თავიანთი დანაშაული და ასე შემდეგ. მიდის საუბარი, მაშინ როდესაც ამ ხალხს არაფერზე არ აქვს, არც ბოდიში მოსახდელი და არც აღიარებელი, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩაუდენია, თუ ვინმე ჩაიდინა დანაშაული შარშან ნოემბერ-დეკემბერში, ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია ქვეყნის და მანამდე კიდევ გააყალბა არჩევნები. და ამ გზით აღმოჩნდა ხელისუფლებაში, ამ გზით შეინარჩუნა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად იქნება ტონუსს დაუწიონ. პატიმრების შეწყალება ყველა ვარიანტში სწორნაბიჯი იქნება, თუმცა ქართული ოცნება იმიტომაც იკავებს თავს ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რომ ვერ ხედავს კონკრეტულად მისთვის პლუსი რა იქნება ამ შემთხვევაში. ნახოთ ბატონ თემურაზ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება და გაუღებს თუ არა რომელიმე მომიტინგეს თუ დაპატიმრებულ პოლიტიკოს ციხის კარს, იქამდე კი გეტყვით, რომ ამ კვირაში უკვე გიორგი ვაშაძეს უწევს საპატიმროს დატოვება, ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ უკვე მას ეწურება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა. აქამდე ვკითხულობდით რისი შეცვლა შეუძლია ციხიდან გამოსულ ზურაბ ჯაფარიძეს იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც საკმაოდ დაასუსტა მათ შორის ქართულმა ოცნებამ. ახლა კი ასე დავსვა, მოდით კითხვას, რა შეიძლება შემატონ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ იმ პროცესს, რასაც ქვია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა. აი რა სიტყვით, ციხიდან გამოსული პოლიტიკოსები რამდენად გააძლიერებენ თქვენი აზრით ოპოზიციას და იმ პროცესს, რომელსაც ერთ წელზე მეტია ქართული ოცნების წინააღმდეგ აღსადგენს. რასაკვირველია, გააძლიერებენ როგორც თავიანთ საერთაშორისო კონტაქტებით და საერთაშორისო გამოცდილებით, ისე შიგნით მოლაპარაკებების დროს თავიანთი პოლიტიკური წონით. ზუსტად ამიტომ ყავდა პოლიტიკოსები დაპატიმრებული ქართულ ოცნებას და ზუსტად ამიტომ ცდილობს ის, რომ პოლიტიკური ლიდერები მაქსიმალურად დიდი ხნით გამოამწყდიოს ციხეში, რომ ეს ასუსტებს რეალურად ოპოზიციას, რადგანაც ვერ ხერხდება ყოველთვის წონადი პოლიტიკოსების შეთანხმება, იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ არ არიან თავისუფლებაზე. შესაბამისად, ყველას გათავისუფლების შემთხვევაში გაცილებით მარტივი იქნება ამ საკითხების გადაწყვეტა და განსაკუთრებით საზღვარგარეთ გატანა ინფორმაციის. ამ კუთხით ჩვენ ნახეთ, რომ როგორც კი ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა, ეგრევე დაიძრა გარკვეული საკითხები, მათ შორის როგორც პარტიების ერთიანი პლატფორმის შექმნის, ისე განსაკუთრებით საზღვარგარეთ. აი ამ კონტექსტში კითხავთ სწორედ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომელიც მან გუშინ მერაბ მეტრეველის გაცემა პოლიტქალაქში გააკეთა და მოკლე ამონარიდი მისი განცხადებიდან სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში
საუბარი მიმდინარეობს, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, ხედვებში დიდი აცდენა არ არის, ტექნიკური საკითხები, რაზეც კამათი და მსჯელობა მიდის, რომ ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. იქნება აი ამ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე საუბრებზე თქვენც გვითხრათ ცოტა რატომ უნდა იფიქროს საზოგადოებამ, რომ ახლა კოორდინაციაზე ბევრად მეტს ნახავს და რომ ეს არ იქნება ის, რაც აქამდე მოგვისმენია და გვინახავს. ფაქტობრივად უკვე სრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც პრინციპებს შეათანხმებს ამ შემთხვევაში თანამშრომლობის და ერთიანი პლატფორმის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, რაც აქამდე მართლა არ გაკეთებულა და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს იქნება ღია აბსოლუტურად ყველა პარტიისათვის, თუმცა პრაქტიკულად ყველა პარტია ისედაც მონაწილეობს უკვე ამ მომენტისათვის ამ განხილვებში და ძალიან მალე უკვე დაიდება შესაბამისი პროდუქტი. ახლა კონკრეტულ დეტალებზე საუბრის, სანამ თვითონ დოკუმენტი არ იქნება უკვე ოფიციალურად ნაჩვენები საზოგადოებისთვის, თავს შევიკავებ, იმიტომ რომ კიდე შეიძლება რაღაც დეტალები დაზუსტდეს იქ და როგორც ცნობილი ხდება და ამ შემთხვევაში თქვენი კოალიციის წარმომადგენლის თენგო თევზაძის განცხადება მაქვს ხვედოლობაში, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტის ხელმომწერი არ იქნება გიორგი გახარიას პარტია, ისე როგორც შეიძლება შეთანხმება შედგეს ლელოს გარეშე. ამ კონტექსტში შეგეკითხებით, აი რამდენად შეიძლება ოპოზიციურ ერთობა ერქვას იმ ფონზე, თუ კი იქ არ იქნება 4 ბარიერ გადალახული სუბიექტიდან 2 და არ ვიცი, არ ცდილობთ და არ გამოგდით თუ არც ცდილობთ, ესე ვთქვათ. ანუ ცდილობთ და არ გამოგდით თუ არც ცდილობთ გახარიას და ლელოს დაყოლებას. მოდით გავყოთ საკითხეურად, იმიტომ რომ გახარია დღეს ოპოზიციას არ წარმოადგენს. გახარიას პარტია შესულია პარლამენტში. გახარიას პარტიას რეალურად არ გააჩნია იმის მესამედიც კი რეიტინგის, რაც ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების დროს. შესაბამისად, ეს პარტია პრაქტიკულად მილევად რეჟიმშია, მოდით პირდაპირ ვთქვათ და ის არ წარმოადგენს მის თავის საკუთარ ამომრჩეველს არ წარმოადგენს, რომელმაც მას ხმა მისცა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. რაც შეეხება ლელოს, აქ დოკუმენტი ღიაა და ალბათობა იმის, რომ ლელო შეუერთდება ამ დოკუმენტს, საკმაოდ დიდია. კარგი, სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავხედოთ. ევროკავშირის საელჩოა კრიტიკის ქვეშ იმ ვიდეოს გამო, რითაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. საქართველოსებაში ამბობენ, რომ ვიდეო რგოლში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ამსახველი კადრების ჩასმა და გამოყენება არის უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულების, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია და რომ ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი და დროშის შეურაცხყოფელი კადრები. აი თქვენ რა დაგანახათ, ამაზეც მინდა ვისაუბროთ, რა დაგანახათ ევროკავშირის საელჩოს 38 წამიანმა ვიდეო რგოლმა და ხო არ ვიცი, რამდენად მიაყენა ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეურაცხყოფა საქართველოს და ქართულ ხალხს, როგორც ამას მმართველი პარტია ამტკიცებს. როდესაც მმართველი პარტია აქციების დროს ხალხს აპატიმრებს იმის გამო, რომ მათ საქართველოს დროშა უკეთიათ. როდესაც ჩხრეკა მიმდინარეობს მეტროების ან ამოსასვლელებში და ხალხს დროშას ართმევენ, საქართველოს დროშას, აი იქ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება რაიმე უსინდისობაზე ამ ქართულმა ოცნებამ ილაპარაკოს საერთოდ. თუ ვინმე მოიქცა უსინდისოდ ქართული დროშის წინაშე, ეს ყოველთვის იყო ქართული ოცნება, რომელსაც თავდაპირველად ეს დროშა საერთოდ არ ეხატებოდა გულზე და ახლა გახდა თურმე მისთვის ეს დროშა სახელმწიფო ატრიბუტიკა და უცნაურია ამ შემთხვევაში ევროკავშირი სავსებით სწორად იმ კლიპში ნაჩვენებია ზუსტად იმ ევროპული აქციებიდან კადრები, სადაც საქართველოს დროშა და ევროკავშირის დროშა ფრიალებს ერთად და ვინაიდან საქართველოს მთავარი მისწრაფება უნდა იყოს ევროკავშირში გაერთიანება და ევროპულ ოჯახში მოხვედრა და აქ არ არსებობს მართლა აი აქციის კადრების ამ ვიდეო რგოლში გამოყენება პოლიტიკური გზავნილი ბრიუსელის და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ დიახ, ქართული ოცნების წინააღმდეგ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ახლა ეს არ ამგონია ამ შემთხვევაში, რომ კონკრეტული გზავნილი ეს ყოფილიყო პროტესტი
გაგრძელდება ისედაც და ასედაც ყველა ვარიანტში. ახლა ევროკავშირის მხრიდან მოწოდება იქნება პროტესტის შეწყვეტისო და პროტესტი გაჩერდება ეგ აბსოლუტური სისულელეა, ესე როგორც პროტესტი გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მოუწოდებს, ესეც აბსოლუტური სისულელეა. პროტესტს თავისი მიზეზი აქვს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის არჩევნების გაყალბება, ეს არის ხელისუფლების მიტაცება ქართული ოცნებიდან და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ დაინიშნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სანამ ყველა პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ევროკავშირის მიერ გაკეთებულ კლიპებზე ჩვენ ორიენტირება არასდროს არ ქონდა გაკეთებული, თუმცა დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ საქართველოს ბედი ამ შემთხვევაში სწორედ რომ პროტესტს უკავშირდება, საპროტესტო აქციის მონაწილეებს და რომ ისინი გამოხატავენ ქართული საზოგადოების ნამდვილ მისწრაფებებს და არა ქართული ოცნება, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება. სხვა შორის გასული წლის მსგავსად კრიტიკის ობიექტია ქართული ოცნების მხრიდან უშუალოდ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერიც და ერთ კითხვას ამაზე ძაგისვათ მას ირანის რადიკალური სცენარის წახალისებაში ადანაშაულებენ და სწორედ ასეთ შეფასებას აძლევენ გერმანელი დიპლომატის შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული გაერთიანების წარმომადგენლებთან, რა აუდიენციის ამსახველი ფოტოთ სოციალურ ქსელში თავად გერმანელმა დიპლომატმა გამოაქვეყნა. აი ამ შეხვედრაზე და ამ ამბავზე რა უნდა ითქვას? უნდა იწევდეს თუ არა კითხვას გერმანიის ელჩის შეხვედრა ქართველ ახალგაზრდებთან და ზოგადად აი 2026-ში რას უნდა ველოდოთ პეტერ ფიშერისა და ქართული ოცნების ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა, როგორც ვიცით 2025 წელს. ხო, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ არ იცის რა არის დიპლომატის ფუნქციები. რა არის ელჩის ფუნქციები და ასე შემდეგ, რატომ ისინი მსჯელობენ საკუთარი მაგალითით, როდესაც საქართველოს ელჩები პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებენ საქართველოს საქმის წინ წამოწევისთვის საზღვარგარეთ, არ ხვდებიან ადგილობრივ საზოგადოებას, არ ხვდებიან პრესის წარმომადგენლებს და მედიის წარმომადგენლებს, არ ახდენენ საქართველოს ინტერესების ლობირებას იმ სხვადასხვა ქვეყნებში და გონიათ, რომ ყველა ელჩი ასე უნდა იქცეოდეს. არ არის ეს ასე ბატონებო. სწორედ რომ ელჩი უნდა ხვდებოდეს ყველას, მთელ საზოგადოებას, მარტო ხელისუფლებასთან არ აქვს მას ურთიერთობა ხოლმე. მას თავისი ურთიერთობები აქვს მთელ საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გარკვეულწილად საკუთარი ქვეყნის პოპულარიზება მოახდინოს და ამით ასე ვთქვათ, თუ რა ინტერესები გააჩნია მის ქვეყანას კონკრეტულად იმ ქვეყანაში, სადაც ის არის განთავსებული, ისინი აწარმოოს. გერმანია წლების კი არა, აწლეულების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო მთელი რიგი პროექტების, იქნებოდა ეს კულტურული თუ სხვა გერმანიაში გაცვლითი პროგრამები ქართველი ახალგაზრდებისთვის, როდესაც ისინი მიდიან, იქნება ეს სამუშაოდ, კვლევითად, სასწავლებლად ყველაზე მეტია და ბუნებრივია, რომ ეს ადამიანი ხდება რასაკვირველია ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ უთხრას, რომ ამგვარ სიტუაციაში როგორი იქნება გერმანიის პოლიტიკა, გაგრძელდება ეს პროგრამები, არ გაგრძელდება, როდესაც ქართული ოცნება ყველანაირად ებრძვის ყველაფერს ევროპულს დღეს, მათ შორის განათლებაში განსაკუთრებით და აქედან გამომდინარე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტური უვიცობის მაჩვენებელი ქართული ოცნების მხრიდან, უსინდისობის მაჩვენებელი კიდევ და როდესაც რაღაც აბსურდულ ბრალდებას უყენებენ ელს და ჩემი აზრით ელჩმა ნამდვილად უნდა უჩივლოს, აი თუ ვინმე უნდა უჩივლოს ქართულ მედიას ამ შემთხვევაში, ეს არის გერმანიის ელჩი, რომ ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების. აი ეს ჩივილს და საჩივარს რაც შეეხება, მოდით BBC-ს წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ წარდგენილ საჩივარზეც დავსვათ ერთი კითხვა და ამით დაგემშვიდობებით გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ სწორედ დეკემბერში გამოქვეყნებული სკანდალური სიუჟეტის და რეპორტაჟის გამო BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა საქართველოს ხელისუფლება. მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდას და გამოქვეყნებული მასალების აღებას ითხოვს. მეტიც, როგორც შალვა პავლაშვილმა 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი იქნება ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსთვის მიმართვა, ხოლო თუ იქაც არ მოხდება რეაგირება, უკვე ამის შემდეგ მიმართავენ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. აქამდე ოპოზიციაში ყოველ შემთხვევაში ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან გვესმოდა განცხადებები, რომ ქართული ოცნება არც არაფერს იზამს
წინააღმდა და რომ BBC-ს წინააღმდეგ დავის შესახებ განცხადებები მხოლოდ განცხადებებად დარჩებოდა, თუმცა ხედავთ რომ ხელისუფლებამ ბრიტანული მაუწყებლის სკანდალს გარკვეული მსვლელობა ყოველ შემთხვევაში მისცა. როგორ ფიქრობთ, რაზეა წამსვლელი ქართული ოცნება, როცა საქმე ეხება 2024 წლის აქციების დაშლის საკითხს და რამდენად არის მიმსვლელი საერთაშორისო სასამართლოდან? არ არის მიმსვლელი, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რადგანაც მაშინ გამჟღავნდება ყველაფერი. რაც შეეხება BBC-სადმი გაგზავნილ წერილს, ეს არაფერი არ არის. ეს მოდით ვთქვათ, ეს არ არის არც საქმის წამოწყება, არც საქმის აღძვრა. იმ შემთხვევაში, თუ შენ თვლი, რომ ინფორმაცია შენს საწინააღმდეგო და ამ შემთხვევაში არის გასული არასწორია და პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ტყუილს შეიცავს, შენ მიმართავ სასამართლოს. არავით არის რეგულატორთან მიმართვა და მით უმეტეს შიდა BBC-ს ამ შემთხვევაში წარმომადგენლობასთან განხილვა ამ საკითხების არ ხდება. რადგანაც რეალურად ფილმი შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებებს და BBC-ს ხელმძღვანელობამ უკვე ფაქტობრივად დაადასტურა კიდეც რომ არაპირებს ამ განცხადებაზე რაიმე რეაგირებას ქართული ოცნებისთვის დამაკმაყოფილებელი კუთხით. პირიქით ისინი როგორც ვიცი ახალი მტკიცებულებებს წარმოადგენს აპირებენ. შესაბამისად როგორც კი საქმე გადავა სასამართლოში და სასამართლოში იმიტომ არ მიდიან, მაშინ მათ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიების დაშვება აქ და მტკიცებულებების წარდგენა საქართველოში და იქ ახლა ის მტკიცებულებები, რომელიც ვითომ მტკიცებულებები ბჭყალებში, რომელიც გამოაქვეყნეს აქ, ის არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ წარმოადგენს. ნათელია რომ გამოყენებული იქნა რაღაც ტიპის ქიმიური ნივთიერება, რომელიც არის აკრძალული, იყო ეს კამიტი თუ არ იყო კამიტი და იყო მასზე უარესი, ამას დაადგენს სწორედ გამოძიება. და ამ გამოძიებას რომ იცოდეთ, არ გააჩნია არანაირი ვადები. ის შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, რადგანაც არ წყდება საქმე ამის გამო. კარგი. მადლობა ბატონ თეიმურაზ იმისთვის რომ გვესტუმრეთ და გვითმეთ დრო. თეიმურაზ პაპასქირი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნეოსრომი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.